უბრალოდ ისე არ გვიყვარდება სხვა ადამიანი. ჩვენ თითქოს სხვა უამრავ ადამიანს შორის ის კონკრეტული ამოვიცანით. შეყვარებულობა ერთგვარი ცნობაა, შინაგანი ცნობა. და ეს ადამიანი შინაგანად თითქოს ძალიან ნაცნობია, ძალიან ახლობელია, თითქოს სულ იცნობდი და ეს ნაცნობი ობიექტი პირობითად მშობლის ფიგურა, რომელიც ჩვენში ცხოვრობს და გარეთ ჩვენ მას პოულობთ პარტნიორის სახით. და ვაგრძელებთ ურთიერთობის აწყობას. როდესაც ხვდებით სწორედ ასეთ მშობლიურ ადამიანს, ეს ურთიერთობა ძალიან გვითხრევს და აქედან გამოსვლა საკმაოდ რთული ხდება. მაშინაც კი თუ პარტნიორი აგრესორია, ან აღარ ვაინტერესებთ. თავიდან კი გვეგონა, რომ მნიშვნელოვანი ვიყავით მისთვის. და განშორებაზე აზრიც კი პანიკას იწვევს. რეალურად ეს პანიკა ამ ადამიანთან არ არის დაკავშირებული. ეს ყოველთვის მშობელთან სეპარაციის არქონა. ჩვენ ასე ვათამაშებთ ჩვენს ბავშვურ ტრაუმებს, რადგან არ არსებობს არანაირი საბედისწერო სიყვარული. არის ტრაუმები, რომლებიც მოდის ჩვილობიდან. და რაც უფრო ხშირად ამეორებს ამ ბავშვობის სცენარებს ადამიანი ცხოვრებაში, უყვარდება ტრაუმების შესაბამისი ადამიანები და იმეორებს ოჯახის დინამიკას, მით უფრო რთული ხდება აქედან გამოსვლა. კონსულტაციისთვის მომწერე პირადში.